უზარმაზარი ხო მე მინდა ახლა სტუდიაში და ზუსტად ეს არის უზარმაზარი ხო გისმენთ ყურადღებით ანუ ეს არის ესე იგი როგორც ასეთი როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური აღზრდის და სრულყოფის სისტემა უზარმაზარი ესე იგი სუნთქვის ესე იგი კომპლექსი არის სუნთქვა ეს კიდევ ცალკე თემაა და ამაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი სუნთქვის სწორი სუნთქვა გვეხმარება ნებისმიერი დაავადების დაძლევაში თამარ და კიდევ ერთი შეკითხვა მინდა გითხრათ პირდაპირ თამარ რა საგურველია ყველაფერი არ გავიზარდოთ გისმენ ჩემო ახლა რომ დავინტერესდეთ სპორტის სამსახეობით, გვიანი ხომ არ არის? ანუ თუ არის რაღაცა ასაკობრივი შეზღუდვა. შენი ასაკი თუ შეიძლება სახალხოთ მთელი მსოფლიოს გასაგონად პირველ რიგში და ამის შემდეგ პასუხი უკან. 22 წელი. 22 წლის სალომე არშბას. ხო არ დაუგვიანდა კარატე არა მგონია, არა. არა, მინდა. და შენ თამუნა? არა. თუ მობზანდებით საკმაოდ სწრაფად შეგასწავლით ილეთებს, ასე ვთქვათ, მე ვერანარი ბიჭებიც ვერ მოგეკარებიან, მინდა გითხრათ რა. თან რამდენი თაყვანიშველი ყავს სალომეს? შეგვეთ თამამად შეგიძლია მოიგერიო შენ თაყვანიშველი ფიზიკურად. ძალიან დიდი მადლობა. და თამუნა, ჩემი შეპირებული კითხვა რომელსაც დამპირდი. და ბოლოს ჩვენი სავიზიტო ბარათი მე მეშინი ამ კითხვის შემდეგ არ გაიქცეთ, ამიტომ გადაცემის ბოლოს შემოვიტოვეთ. რახან უკვე ჩვენი მორიგი სატელევიზიო სეზონი უახლოვდება დასასრულს და ბოლოს საეთერო კვირა. მე უკვე თამამად შემიძლიათ კითხოთ. ბატონ დათო, ზურა სულ აინტერესებს. ბრუსლი ჯობია თუ ჯეკი ჩანი? პირდაპირ. რეაქციის გარეშე. რეაქციის გარეშე ესევე ძალიან რთული კითხვაა, მაგრამ ბრუსლი თავის დროზე ბრუსლი ასაგურველია. თავის დროზე მაინც ძველი უმჯობეს არის ხო? ზურა დაკმაყოფილდი, ჩემო კარგო. დიდი მადლობა თამუნა. ჯობია. კარგია, მე ის გადამშენე წარმატებული სოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება საქართველოს ნაკრებს და მაყურებელს ყველაზე იმედიანი და წარმატებული დღე. მე ხვალამდე გემშვიდობებით რო. ძალიან დიდი მადლობა თამუნა შენ და შენ სტუმარს, როგორც იქნა ზურა დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდი, ჩემი კითხვა ზოგადად უფრო სხვანაირი კითხვით იყო ფორმირებული. მე მაინტერესებდა ჯეკი ჩანი რო გაფსიხდეს ბრუსლის მოერევა თუ არა. გავიგეთ რომ ბრუსლი ჯობია და ეხლა დროა გამოვაცხადოთ რეკლამა იმედი ბილის ეთერში.